თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. დღეს ჩვენ საუბრობთ ვალენტინობის, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, რომელიც მალე მოგვიკაგუნებს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. გამარჯობა. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. 14 თებერვალს ამ დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღნიშნავს. შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული ხასიათის ღია ბარათებს. ვალენტინობის დღეს ყველაზე საინტერესოდ საქართველოში აღნიშნავენ. ამ დღემ ნამდვილი დღესასწაულის სახე შეიძინა. დამკვიდრდა მრავალი ტრადიცია. ამ დღეს სიხარულით ელოდებიან გოგონები, რომელთაც ყავთ შეყვარებული ვაჟები. სავარაუდოდ ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს აქვთ გრძელი თმები, ოღონდ ისეთი, რომ თვალებს უფარავდეს და შეეძლოს თავის მოქნევა, ისე რომ უკან გადაიყარონ თმები. ბოლოს და ბოლოს შეეძლონ შეყვარებული სახის დანახვა. როცა ეს დღე დგება, შეყვარებული ყმაწვილები მიდიან ბაზრის უკან, ყოფილი სახანძრო შენობასთან, ან ეწვ მწვანე მაღაზიასთან, არმისული ფუდმარტის წინ, რომ იყიდონ ერთი ცალი ვარდი, რომელიც ღირს 6 ლარი, მაგრამ შეევაჭრებიან, რომ 5 ლარად მისცენ. ზოგი ისე შეევაჭრება, დაჟე 2 ლარს უკლებენ და ბედნიერი ბიჭები ყიდულობენ სიგარეტსაც, რომელსაც შეყვარებულს რო შეხვდებიან, ეგრევე ეწევიან მთლიანად 40-45 წუთში. ამის შემდეგ ბიჭი ურეკავს შეყვარებულს, რომელიც დაქალთან ერთად ისიც იქვე დაბოდიალობს ქალაქის ცენტრში, რათა შეყვარებულმა ვალენტინობის ვარდი გადასცეს. ისიც ჩუქნის ამ წითელ ვარდს. შემდეგ ულოცავს ამ საოცარ დღესასწაულს და პირველი სკოლის გვერდით რომ პარკია, ზასაობით განაგრძობენ სიყვარულის დღის აღნიშვნას. თუ წვიმიანი დღეა, ქუთაისის მერიის წინ არკებიან გადახურულში იყუჟებიან. ტრადიციები ხანდახან ფორმას იცვლიან, ამიტომ განვიხილოთ ოდნავ შეცვლილი მეორე ტრადიცია. აქაც მთავარი ატრიბუტი არის ერთი ცალი ვარდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალგაზრდა არის ოდნავ შეძლებული, რომ იყიდოს საყვარელი სათამაშო ბაჭიაც. უფრო მსუყე ოჯახის შვილები ვებერთელად დათუნიასაც ეპოტინებიან და ამით უმტკიცებენ თავიანთ გულისწორს მტკიცე სიყვარულს. რა თქმა უნდა, გოგონას უფრო მეტად უხარია სათამაშო, ვიდრე მხოლოდ ერთი ვარდი. ამიტომ პარკში ზასაობა უფრო დიდი ხანი გრძელდება. არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებელია პარკამდე სანამ მივაწყვილი, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა ისეირნონ. გადაიღონ რამდენიმე ფოტო და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეფარონ ბუჩქებს. ვალენტინობის დღეს არსებობს ორი კატეგორია. ერთნი, ვინც სიყვარულით არიან დაკავებული, მეორენი კი ვერ იტანენ ამ დღეს და ჩემსავით Facebook-ში სტატუსებს წერენ, რომ რა სისულელია სიყვარულის დღის აღნიშვნა და ასევე წერენ, რომ უბრალოდ ეზიზღებათ ამ დღეს ქუჩაში გამოსვლა. იმიტომ რომ არ შეუძლიათ უყურონ ქუჩაში გაქუცული სათამაშოებით ხელში მოძრავი გოგონები. თუმცა გულის სიღრმეში შურთ, რომ მარტო არიან და არავინ არ ჩუქნით თუნდაც ამ გაქუცულ სათამაშოს. საბედნიეროდ ისეთ საინტერესო ქვეყანაში, როგორც საქართველო, არსებობენ ისეთი ახალგაზრდა წყვილებიც, რომლებიც ვალენტინობას მხოლოდ მილოცვით აღნიშნავენ. სხვა ჩვეულებრივ დღეებში დასაობენ და არ სჭირდებათ გოგონებს ვარდები იმისათვის, რომ შეყვარებულს უბრალოდ აკოცონ მაინც. და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ჩუმად არიან ამ დღეს და სულაც არ იბოღმებიან სხვების ბედნიერებით. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე რადიო ძველი ქალაქის ეთერში, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.